22 წელი 9 აპრილის ტრაგედიიდან 1999 წლის აპრილში აქციების დროს დაღუპული მოქალაქეების ხსოვნისათვის პატივის მისაგებად დღეს გამთენიიდან რუსთაველის გამზირზე ხალხის ნაკადი აწყდება. სხვადასხვა პარტიის წარმომადგენლები, პოლიტიკოსები, საზოგადო მოღვაწეები, საკრებულოსა და პარლამენტის წევრები 9 აპრილის მემორიალთან ამ წუთებში იკრიბებიან. რუსთაველის გამზირზე იმყოფება ჩემი კოლეგა თეონა ცხომელიძეც. თეონა, ვინ იმყოფებოდა დილიდან 9 აპრილის მემორიალთან? დილიდან 9 აპრილის მემორიალთან მოვიდნენ ვიცე-მერი, ასევე თბილისის საკრებულოს წევრები, საკრებულოს თავმჯდომარე ზაალ სამადაშვილი და ასევე აქ იმყოფებოდნენ სხვადასხვა პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები, მინისტრთა კაბინეტის წევრები. ყველა დღე შეკრებილი ადამიანი ამბობს, რომ დღევანდელი დღე არის ერთდროულად ტრაგედიისა და სიხარულის დღე, რადგანაც სწორედ 9 აპრილს უკავშირდება საქართველოს დამოუკიდებლობა და ეს თარიღი არასდროს არ უნდა მიეცეს დავიწყებას და იმ ადამიანების სახელები, რომლებმაც სწორედ საქართველოს დამოუკიდებლობა შესწირეს თავი, ამიტომ ისინი ამბობენ, რომ დღევანდელი დღე არის ისეთივე ტრაგიკული და ისეთივე მძიმე, როგორც ეს იყო 1999 წელს. ეს იყო მოვლენა, რომელიც ერთი მხრივ წარმოადგენდა ერისთვის ძალიან დიდ ტრაგედიას. უნებრივია ყველა იმ დაღუპული ოჯახებისთვის პიროვნულ ძალიან დიდ ტრაგედიას, მაგრამ მეორე მხრივ ეს იყო მოვლენა, რომელსაც ჰქონდა საერთაშორისო რეზონანსი და საერთაშორისო მნიშვნელობა. ძალიან მნიშვნელოვანი არის, რომ არ დაგვაუწყდეს ეს გმირები, რომლებმაც საკუთარი ქვეყნისთვის და თავისუფლებისთვის შეწირეს თავი საოკუპაციო ჯარებს. და მე ვფიქრობ, თითოეულ ქართველ ახალგაზრდას უნდა ახსოვდეს მათი დაუყოფა. მაშინ საქართველოს რესპუბლიკამ მიიღო გამოაცხადა დამოუკიდებლობა და მიიღო პარლამენტმა დამოუკიდებლობის აქტი. ასე რომ ეს დღე ერთდროულად არის ტრაგიკულიც და ამავე დროს არის შედეგიანი ბრძოლის დღეც. და დღეს ბუნებრივია ჩვენ თბილისის მერიის და საკრებულოს წარმომადგენლები მოვედით იმისათვის აქ, რომ პატივი მივაგოთ იმ ადამიანებს, ვინც ძალიან დიდი წვლილი შეიტანეს ჩვენი სამშობლოს დამოუკიდებლობისათვის. დილიდან პარლამენტის წინ არ წყდება რიგითი მოქალაქეების ნაკადიც, რომლებიც 9 აპრილის მემორიალთან მოდიან, რათა პატივი მიაგონ 9 აპრილს დაღუპულთა ხსოვნას. აქ არიან როგორც ახალგაზრდები, ასევე ის ადამიანები, ვინც 1999 წელს აქ იყვნენ და შეესწრნენ ტრაგედიას. აპრილი არის საქართველოს აღორძინების დაწყების დღე და იმავდროულად თავგანწირული 9 აპრილელების გლოვის დღე. ამდენად მნიშვნელოვანია. ესე იგი გამოდის გლოვა და სიხარული. სიხარული აღორძინების და მწუხარება შეწირულების. სწორედ მაშინდელმა სულისკვეთებამ გაერთიანა ქართველი ხალხი და ერთ მუშტად შეკრა, რასაც მოჰყვა სადამსჯელო ოპერაციები და უდანაშაულო ადამიანების დაღუპვა. 9 აპრილის ტკივებდა სოხუმს, გაგრას, ოჩამშვილს და გალს და მთელს აფხაზეთს. ჩვენ ქეთს ვიყრით 9 აპრილის დაღუპულთა წინაშე და პატივს მივაგებთ მათ ნათელ სოფლს. 1999 წლის 9 აპრილს საბჭოთა ხელისუფლებამ მოწყალდა სასტიკად დაარბია და დახოცა მშვიდობიანი მანიფესტანტები, მხოლოდ იმისთვის, რომ ამ ადამიანებს სურდათ ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობა და თავისუფლება. ჩვენი სურვილია პატივი მივაგოთ იმ ადამიანების ხსოვნას, რომელმაც საკუთარი თავი შეწირეს ჩვენი ქვეყნის ერთიანობის და თავისუფლების წმინდა იდეას. დღეს მთელი დღის განმავლობაში პარლამენტის წინ იქნება ხალხმრავლობა, როგორც ჩვენთვის არის ცნობილი 9 აპრილის მემორიალთან 9 აპრილს დაღუპულთა პატივის მისაგებად მოვლენ საქართველოს პარლამენტის წევრები, პარლამენტის თავმჯდომარე და მინისტრთა კაბინეტის სხვა წარმომადგენლები. თეონა ცხომელიძე იმყოფება დღეს რუსთაველის გამზირზე. 9 აპრილის ტრაგედიიდან დღეს 22 წელი შესრულდა. 1999 წლის აპრილის ამ დღეს გამთენიისას საბჭოთა კავშირის შეიარაღებული ძალების ნაწილებმა თბილისის ცენტრში პარლამენტის შენობასთან მშვიდობიანი საპროტესტო აქცია დაარბიეს, რასაც ადამიანთა მსხვერპლი მოჰყვა. სანგრის სათხრელი ნიჩბებით შეიარაღებულმა სამხედროებმა აქცია ძალის გამოყენებით დაშალეს. რუსთაველის გამზირზე გამოყვანილი იყო მძიმე ტექნიკაც. აქციის დაშლის ოპერაციას გენერალი როდიონოვი ხელმძღვანელობდა. დარბევის შედეგად 21 ადამიანი დაიღუპა. საქართველოს
საკანონმდებლო ორგანოს წინ შეკრებილი ათასობით მოქალაქე დაუდგენელი შემადგენლობის გაზითაც მოიწამლა, რომელიც გამზირზე მოულოდნელად გაუშვეს. 1991 წლის 9 აპრილს უზენაესმა საბჭომ ეს თარიღი საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის დღედ გამოაცხადა. ხალხის ნაკადი არ წყლებოდა რუსთაველის გამზირზე მთელი ღამის განმავლობაში 9 აპრილის მემორიალთან პირველები ეროვნული დემოკრატები მივიდნენ. პარტიის წარმომადგენლებმა პატივი მიაგეს 1999 წლის 9 aprilს დაღუპულთა ხსოვნას. რუსთაველის გამზირზე იმყოფებოდნენ ქრისტიან დემოკრატებიც. პარტიის წევრები აცხადებენ, რომ 22 წლის წინ მომხდარი ტრაგედია დავიწყებას არ უნდა მიეცეს. რუსთაველის გამზირზე იმყოფებოდა წუხელვეს საქართველოს პირველი პრეზიდენტი ზვიად გამსახურდიაშვილი გიორგი გამსახურდიაც. ეს ადამიანები იყვნენ გმირები, მათმა გმირობამ, ასე ვთქვათ, განაპირობა ლომის წილი საბჭოთა კავშირის კრებაში, მაგრამ ძირითადი ეს იყო რაღაც ვერდიქტალური თავგანწირვა და ვერდიქტალური კრახი, ასე ვთქვათ, საბჭოთა კავშირის. წარუშველი ადგილს დაიკავებს 9 აპრილი საქართველოს ისტორიაში და თავარი მაინც ისავე ჩვენ ეს ადამიანები უნდა გვახსოვდეს, იმიტომ რომ საქართველოს საფრთხეები დღესაც ემუქრება იგივე იმპერიის მხრიდან და უნდა გვახსოვდეს თუ რა არნახული ერთობა, ერთიანობა და ბრძოლის უნარი გამოავლინა მაშინ იმ ადამიანებმა, ვინც 22 წლის უკან სწორედ აი ამ მოედანზე შეიარაღებელი იყვნენ რუსული ტანკების წინაშე. დღევანდელი დღე და ეს ადგილი არის ერთი ძალიან მნიშვნელოვანი შეხსენება იმისა, თუ რაც ზვირად დაუჯდა ჩვენს ქვეყანას საქართველოს დამოუკიდებლობის თავისუფლების მოპოვება და რა ბევრი რამ არის გასაკეთებელი იმისთვის, რომ გაუფრთხილდეთ ჩვენს თავისუფლებას და საქართველოს სახელმწიფოებრიობის იდეას. სტუდენტებს ახსოვს 9 აპრილი ამ დევიზით საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტებმა სიმბოლური აქცია გამართეს. უნივერსიტეტის ადმინისტრაციული კორპუსის წინ დევიზი ანთებული სანთლებით გამოსახეს. სტუდენტებმა ცაში 9 აპრილს რუსი სამხედროების მიერ მოკლული მშვიდობიანი აქციის მონაწილეების სახელებიანი მანათობლებიც გაუშვეს. ახალგაზრდებმა გარდაცვლილთა ხსოვნისათვის პატივის მისაგებად ფოლკლორული კონცერტიც გამართეს. 99 წლის 9 აპრილს რუსულმა არმიამ დაარბია მშვიდობიანი მომიტინგეები და დღევანდელი სიმბოლური სანთლების აქციით და სიმბოლურად საში გაშვებული ცის მანათობლებით, რომელზეც ამოტვიფრული იქნება 9 აპრილს დაღუპული პირების სახელები და გვარები, ეძღუნება 9 აპრილს დაღუპულთა ხსოვნას. სტუდენტები ვინც აქ არიან 22 წლის წინ უმეტესობა მათგანი დაბადებულიც კი არ იყო და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ თავის გულებში ატარებენ იმ ხალხის ხსოვნას, ვინც დიდი ნაბიჯი გადაადგმევინა ჩვენ ქვეყანას დამოუკიდებლობისკენ.